რომელიც მოიცავს როგორც იოგას ვარჯიშებს, ასევე ნუტრიციოლოგიის ლექციებსა და ნუტრიციოლოგიის რჩევებს, რომელიც ასევე გვაძლევს სხვა მენიუს ჩვენს თავზე მორგებულს, არის ვეგანებისთვისაც, ადამიანებისთვის, ვინც ყველაფერს მიირთმევს. კურსი მიმართულია უშუალოდ ქალის ორგანიზმის აღდგენისკენ მშობიარობის შემდგომ. არის პირველი 40 დღის განმავლობაში რა უნდა გააკეთოს ქალმა და მომდევნო პერიოდში. მე რა თქმა უნდა 3 წლის წინ ვიმშობიარე და უსულობადაც 3 წლის წინ მქონდა, თუმცა მაინც ძალიან სასარგებლო რჩევებს და ინფორმაციას ვიღებ ამ კურსიდან და რა თქმა უნდა ვარჯიშებიც თავისთავად ძალიან უხდება ჩემს სხეულს. ეს ვარჯიშები მიმართულია იმისთვის, რომ ქალი, რომელიც 9-12 წლის ბავშვს ატარებდა და ხერხემლის დეფორმაცია აქვს მიღებული და მშობიარობის შემდგომაც კი, როდესაც ბავშვი მუდმივად ხელში ყავს ან ბუნებრივ კვებაზე ვინც ყავს, ვისაც ყავს ის მუდმივად სხვა კონკრეტულად ამ პოზაშია ძირითადად და ამით ძალიან ზიანდება ხერხემალი და მხრები და ქალის გულმკერდი შიგნით შედის, მხრები წინ მოდის, 2 წელი და 7 თვე ვაჭრობდის აზუნას და ამიტომ ჩემს სხეულზეც ამან ძალიან იმოქმედა. ახლა კი გადავწყვიტე სერიოზულად მივხედოთ ჩემს თავს და ვგრძნობ უკვე 2 კვირა რაც დავიწყე და ვგრძნობ რომ ფიზიკურ ცვლილებებთან ერთად მენტალური ცვლილებებიც მოიტანა. ძალიან დამამშვიდა, რა თქმა უნდა, იოგას მიზანიც ეგ არის. ის არა მარტო ფიზიკურად გცვლის, არამედ გამშვიდებს და ნერვულ სისტემასაც ალაგებს და ძალიან დიდი უპირატესობები აქვს იოგას ჩვეულებრივ ვარჯიშებთან შედარებით. ძალიან მინდა ეს ყველაფერი აღბეჭდო ვლოგში, რომ თქვენთ თვალი ადევნოთ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები და ეს გადავხედო შემდგომ ამ გზას, რომელიც გავიარე და შევადარო და შემდეგ ჩემი თავი. ასევე დრო მეც გაგიზიარებთ სასარგებლო რჩევებს და ინფორმაციას, რომელიც მივიღე ამ კურსიდან, რომლის გაზიარებაც არ იქნება პრობლემა, ამიტომ თვალი მადევნით. ჩამეწერა ვიდეო თავის მოვლის საშუალებებზე. როგორც გითხარით, ეს არის თავის მოვლის საშუალებებს ვიყენებდი ბოლო პერიოდში. და მათზე ვისაუბრებ ერთადად ეს არის დამატენიანებლები. ეს არის ციკავიტი. ესეც ციკავიტი SPF-ით. ეს მზისგან დამცავი უბრალოდ საფხულზე სულ ამას ვიყენებდი ამ ორს. ხოდა ტუჩის ბალმი ეს არის და თვალის კრემი შევძინე. და რა შემიძლია თქვა ამ პროდუქტებზე? გაჩვენებთ აი როგორ გამოიყურებოდა ჩემი სახის კანი და ახლა თითქმის 1 წლის წინ და ახლა როგორ გამოიყურება გაჩვენებთ. ახლა ფილტრით ვიღებ, ჯერ არ ვარ ფსიქოლოგიურად მზად რომ ყოველგვარი მაკიაჟების და ფილტრების გარშე ვიღო, მირჩევნია, ჩემთვის უფრო კომფორტულია. და ამიტომ დავვრთავ რეალურ ფოტოს თუ როგორ გამოიყურებოდა ჩემი კანი მანამდე და ახლა. და გეტყვით, ანუ თვითონ ეს არის ციკავიტის კრემი, არის სპეციალურად კანის აღმდგენი კრემი. შეგიძლიათ გამოიყენოთ მაგალითად ეპილაციის შემდეგ, კანის რეგენერაციას უწყობს ხელს. გამოიყენება პრობლემურ ზონებზე, ამ მთლიან კანზე,
შეიძლება ასევე პატარა ბავშვებისთვის ამის გამოყენება იმდენად უსაფრთხოა. თუმცა აი ვაუ ეფექტი ჩემთვის არ ჰქონია. მე საკმაოდ დაზიანებული კანი მაქვს სხვა მანიპულაციებით, ჩემ თვითონ გაკეთებული, ჩემ თვითონ შესრულებული მანიპულაციების სამსახურებით, რომელიც არ მიკითხავს რჩევები და რაღაცები და მე თვითონ რაღაცებს ვაკეთებდი. ამიტომ მინდოდა კანის ბარიერის აღდგენა, კანის სტრუქტურის აღდგენა, თუმცა რაღაც საოცარი ეფექტი ამ კრემებს არ აქვს. მაგრამ ძალიან კარგი არის ზამთრის პერიოდში, როდესაც კანს განსაკუთრებით ნოყიერი დატანიანება ჭირდება. თან მე მაქვს კომბინირებული კანი, საკუთრად მშრალი ლოყებით და მომეწონა დატანიანების მხრივ ეს კრემი. გადავიდეთ თვალის კრემზე. თვალის კრემი არც ისე დიდი ხანია, რაც დავიწყე. თუმცა მე მანამდე მქონდა მიზონის თვალის კრემი და ახლაც შევიძინე ისევ მიზონის თვალის კრემი, რადგან რო ვადარებ, ის უფრო მომწონს. ვიდრე თვითონ აი ეს თვალის კრემი მოდი გაჩვენებთ. განსაკუთრებით ყველაზე მეტად ესე არის პროდუქტებში, რაც მომეწონა, ეს არის აი ეს ტონერი. რომელიც არის აკნისკენ მიდრეკილი კანისთვის და გამონაყარისთვის. მართლა ძალიან ეფექტურია, მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტონერის მსუბუქ ექსფოლიაციასაც აკეთებს. კარგად მუშაობს გამონაყარზე და შავ წერტილებზეც და იმდენად კარგი იყო და ეფექტური ერთი პერიოდი საფხულის პერიოდში ჰორმონალური დისბალანსის გამო დამიწყო ზურგზე გამონაყარი და სანამ მივიდოდი ენდოკრინოლოგთან და სხვადასხვა ანალიზებს ჩავაბარებდი და მანიპულაციებს გავაკეთებდი, გამოვიყენე ეს და აი მართლა ძალიან ეფექტური იყო ჩემ შემთხვევაში. დღესაც აი პრობლემურ ზონებზე, განსაკუთრებით აი შუბლის ეს ნაწილი, სადაც იცის ხოლმე გამონაყარი და ნიკაპი ვიყენებ ხოლმე, მაგრამ ლოყებზე არ ვიყენებ, იმიტომ რომ შედარებით აშრობს და ლოყებზე და მთლიან სახეზე კოდალის ამ ტონერს ვიყენებ. რომელიც საერთის მჟავას შეიცავს და მომეწონა ძალიან კმაყოფილი ვიყავი, რაღაც სერიოზულ პრობლემებს შეიძლება ვერ ალაგებდეს ცალკეულად ეს ტონერი, მაგრამ კონკრეტულად მე რაც მჭირდებოდა, როდესაც ტეზონას ვიმუშავებდი ამით და ლოყებზეც მინდოდა რამე გამომეყენებინა, აი ეს მომეწონა. კოდალის რეკომენდაციას უწევ. ასევე სალიცილის მჟავის შემადგენლობის დასაბანი გელი სოსკინისგან, რომელსაც ახლაც მაქვს და ვხმარობ, საკმაოდ ეკონომიურია სხვათა შორის და ეფექტურიც. და გითხრათ. აი ეს ტონერი, რომელიც ლაროშესია, აი არ მომწონს. პირდაპირ ვიტყვი არ მომწონს, რადგან ჯერ ხომ საშინელი სპირტის სუნი აქვს და ძალიან მძიმე, ძლიერი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს კანის მთელი თავი ბარიერი გამიქრო. წესით, ეს არის შავი წერტილებისთვის და ისეთივე პრობლემებისთვის, როგორც არის ესვი არის. თუმცა, აი, აშკარად ალკოჰოლი არის შემადგენლობაში, სულზეც ვერ მიხვდებით, რომ არ წაიკითხოთ უკან. თუმცა, ესვი არის. ზუსტად კონკრეტულად ეს ტონერი სჯობს ბევრად მithume. თანაც უფრო ბიუჯეტურია, რამდენადაც მახსოვს, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ შედარებით ნაკლები ღირს, ვიდრე აი ეს და ბევრად ეფექტურია, ვიდრე ეს. ლაროშე. და როდესაც მთელი კანის ბარი, ანუ ამის გამოყენების შემდგომ ისეთ შეგრძნება მქონდა, თითქოს რამდენი დამატენიანებელიც არ უნდა წამესვა, კანს არაფერი არ შველოდა. რის გამოც შევიძინე შემდგომ აი ეს დასაბანის საშუალება და ამ ხაზის თავის მოვლის საშუალებები არის ძალიან კარგი, როდესაც სახის კანის დამცავი ბარიერი აღარ გაქვს ფაქტობრივად და გინდა აღადგინო, მართლა ძალიან რბილად უვლის და აშორებს ყოველგვარ მინძურეს კანიდან და არ გრჩება დაბანის შემდგომ აი დაჭიმულობის შეგრძნება კანზე. და ვისაც აქვს პრობლემა კანის დამცავ ბარიერთან, რომელსაც ჭირდება აღდგენა და არ ჭირდება ზედმეტად გამოშრობა, კარგი ვარიანტია. ახლა შევაჯამოთ, ნუ ყველაზე ჩემ ფავორიტი, ყველაზე მეტად რაც მომეწონა ეს არის ეს არის ეს ტონერი. არაუშავ და კოდალის ტონერს მომეწონა ესეც სოსკინის დასაბანის საშუალება, კონკრეტულად ეს. დამცავი ბარიერის აღდგენა, ვისაც გინდათ აი ამ ხაზის
La Roche-ის ამ ხაზის. მივუთითებ მე აღწერაში რა და რა პროდუქტები ჩამოვთვალე და აი ამას არ ვიცი, ჩემი რეკომენდაცია რომ არ გაეკაროთ. ძალიან დავისტრესე ხოლმე მეგონა ვიღარ უბრალოდ ვიღებდი, თუმცა რაღაცა ხმა არ ჩაიწერა. და იმედი ახლა იწერს, იმიტომ რომ ხელმიუარად უნდა ვთქვა რაღაცეები. მოკლედ, სად გავჩერდი? საუბრობდი გონი ამას ვსაუბრობდი და ვამბობდი რომ არ უნდა გამოიყენოთ და განსაკუთრებით მას ვისაც ლოყები გაქვთ მშრალი და გადავიდეთ იმ პროდუქტებზე რომლებიც შევიძინე და რომელიც მინდა რომ დავტესტო. პირველ რიგში გეტყვით რომ 27 წლის ვარ და გოგონები უკვე 25 წლიდან იწყება რეტინოლის გამოყენებას და მე კიდევ არ მქონდა თავის მოვლის რუტინაში შემოტანილი რეტინოლი. უფრო სწორად მქონდა გამოყენებული, თუმცა არ ვიყავი კომპეტენტური და ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, ის გამო ძალიან დავიზიანე კანი. მაგალითად, ფეხმძიმობის დროს არ შეიძლება მისი გამოყენება, რადგან კანი არის საკმაოდ მგრძნობიარე უფრო მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ მე ვიყენებდი ფეხმძიმობის დროს. თავიდან, როდესაც იწყებ რეტინოლს ყველაზე დაბალი პროცენტულობით უნდა გამოიყენო და მე საკმაოდ კონცენტრირებული გამოვიყენე. კვირაში ერთხელ უნდა დაიწყო გამოყენება და ნელ-ნელა გაზარდო და მე ყოველ მეორე-მესამე დღეს ვიყენებდი ამ კონცენტრირებულს ფეხმძიმე გოგო. ასევე ზეზე როდესაც გადიხარ მზის გადამცავი უნდა წაისვა თუ რეტინოლი გაქვს ან C ვიტამინი გამოყენებული, მე ამასაც არ ვაკეთებდი. მოკლედ მე თვითონ ვარ დამნაშავე რომ სახის კანის ბარიერი მოვისპე. თუმცა ახლა აქტიურად მუშაობთ მის აღდგენაზე, რეტინოლი ჩემო მაქვს. უკვე კარგად წავიკითხე რაღაცები, რაც საჭიროა რომ ვიცოდე რეტინოლის გამოყენებამდე. ამის შესახებ არის ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეში და შეგიძლიათ და ძალიან ბევრი ბიუთი ბლოგერსაც აქვს გადაღებული ვიდეო რეტინოლთან დაკავშირებით და შეგიძლიათ თქვენც ნახოთ. მე შევიძინე ახლა ხანს მიზონის აი 0.1%-იანი რეტინოლის შემადგენლობით და ნელ-ნელა გაზარდეთ ეს პროცენტულობაც. თან დააკვირდით თქვენ კანს ხომ არ იწყებს გაღიზიანებას და სიწითლეს შეწყვიტეთ რაღაც პერიოდი, მიეცით კანს საშუალება რომ მიეჩვიოს. აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი, როდესაც გადიხართ გარეთ და გისვიათ რეტინოლი ან C ვიტამინი და ფეხმძიმობის დროს მოერიდეთ. საერთოდ ეგეთ ძლიერ ქიმიურ ნივთიერებებს სახეზე. მოკლედ გადავწყვიტე შევიძინო ახალი პროდუქტები, ეს პროდუქტები ზოგი უკვე ვადეგასული იყო და ზოგი დამემთავრდა. აფთიაქში ვნახე ასორტიმენტი და წავიკითხე პროდუქტების შესახებ და გადავწყვიტე რა და რა მინდოდა ამჯერად. მქონდა ჩამონათვალი და მივედი აფთიაქში შესაძენად. რაც იმ მომენტში არ იყო, ფარმაცევტის დახმარებით შევარჩიეთ ჩემთვის სასურველი პროდუქტები და ახლა გაჩვენებთ რა. როგორც გითხარით, ეს არის რეტინოლის შრატი, რომელიც შეიცავს ნიაცინამიდს 5% და ამ ორი ნივთიერების კომბინაცია ძალიან უხდება სახის კანს. ანტიასაკობრივი ეფექტი აქვს და ნაოჭების პრევენციისთვის ძალიან კარგია. თან ძალიან მოწონს რაღაც ძალიან საინტერესო შეფუთვა აქვს. აი ასეთია. ასევე ვიყიდეთ C ვიტამინი, ისეც მიზონის არის. ამასაც კვირაში ერთხელ ვიყენებ ჯერჯერობით. და ორივე პროდუქტს, რეტინოლსაც და C ვიტამინს ვიყენებ ღამის პერიოდში, რადგან ვიცი რომ გარეთ არანაირად არ მომიწევს გასვლა სახლში. არ მოვიტყუები და არ ვიტყვი რომ SPF 24-ზე მისვია. ამიტომ მიჩვენია ძილის წინ გავიკეთო ხოლმე ასეთი პროდუქტებით რუტინა, რომ დასვეული ვარ, ვიცი გარეთ არ გავყოფ ცხვირს და არაფერი არ დაემართება ჩემს კანს. ასევე მინდა აღნიშნო რომ თვითონაც აქვთ მითითებული რომ მაცივარში შეინახეთ და უფრო ეფექტური იქნებაო. C ვიტამინიც ასევე ძალიან კარგია ნაოჭების პრევენციისთვის, კანის გაჯანსაღებისთვის, ახალგაზრდობისთვის, იმისათვის რომ სახის კანი ერთი ფერის გქონდეთ და ლაქები არ გქონდეთ სახეზე. ეს შეიცავს 19% C ვიტამინისაც, დიდად C ვიტამინზე ბევრი არაფერი არ აქვს წაკითხული, ამიტომ არაფერ რჩევას არ მოგცემთ რომ რამე შეცდომაში არ შეგიყვანოთ. დანარჩენი პროდუქტები. მინდა ვისაუბრო ასევე გამწმენ სკრაბზე, რომელიც მირჩიეს ფარმაცევტმა მირჩიეს, არ მაქვს ჩვენ გამოყენებული. აქამდე ვიყენებდი ისევ მიზონის ექსფოლიატს. ციტრუსით იყო ფოტოში გაჩვენებთ. ისევ ამის შეძენა მინდოდა, თუმცა რაღაცნაირად ფარმაცევტმა მირჩია აი ამის გამოყენება მეცადა. რაც ღრმად შედის ფორებში, შეგიძლია როგორც ნიღაბი ისეც გამოიყენო, ტეზონაზე შეგიძლია ორჯერ სამჯერ კვირაში გამოიყენო და თუ მშრალი ლოკაციები გაქვს სახეზე, მაშინ მთლიანი სახე შეგიძლია კვირაში ერთხელ დაიმუშაო ამით.
ამიტომ ამაზე შეჭერებთ ვერაფერს ვერ გეტყვით, უნდა გამოვიყენოთ და გეტყვით შემდგომ როგორი ეფექტი ექნება. დანარჩენ ამ სამ პროდუქტზე და მომდევნო პროდუქტებზე შემიძლია გითხრათ, რომ პირველივე გამოყენებაზე შემომჩნია ეფექტი ყოველ შემთხვევაში ჩემ კანზე ეგრე შესამჩნევი იყო. რაც შეეხება აი მიზონის ამ ექსფოლიატს, მე ძალიან მომწონდა, რადგან არ შეიცავს იმ მიკრონაწილაკებს, რომელიც კანს აზიანებს და თუ თხელი კანის მატარებელი ხართ და როზაციისკენ გაქვთ მიდრეკილება ან დაზიანებული გაქვთ უკვე კანი და დამცავი ბარიერიც შესუსტებული ან საერთოდ არ გაქვთ როგორც მე. არ გერჩევთ აი ისეთი მიკროგრანულებიანი სკრაბის გამოყენებას, რომ უარესად არ დაიზიანოთ და მე პირადად კმაყოფილი ვიყავი იმ C ვიტამინის არა ციტრუსის ექსფოლიატის მიზონისას. თუმცა ფარმაცევტმა მომითხრა, რომ ეგეც საკმაოდ ძლიერია და ზამთრის პერიოდშიო ამას გირჩევ ვიდრე მიზონის ექსფოლიატს და მივენდე. მის გადაწყვეტილებას, მის რჩევას მივენდე და ვიყიდე აი ეს. დანარჩენი პროდუქტები ყველა არის იმისათვის, რომ რაც შეიძლება კარგად ღრმად დამიტენიანონ კანი და აღმიდგინონ კანის ტენიანობა, დამცავი შრე და ყოველდღიურ დასაბან საშუალებად ვიყიდე ჰიალურონის შემცველი დასაბანი გელი მიზონის. დავიდა შეფუთვა. აი რომელიც დაბანის შემდგომ აი ეს დაჭიმულობის შეგრძნება არ გაქვს წესით და მეც რომ გამოვეყენე რამოდენიმეჯერ ჯერჯერობით ეგეთი არაფერი მიგხსნი. შემდეგი არის ესენცია, რომელიც ასევე დატენიანებისთვის არის ძალიან კარგი და ესეც ფარმაცევტმა მირჩია, მე მიშას და ესენცია მქონდა შერჩეული, თუმცა ეს რომ გამოვიყენე, ყოფილი ვარ ჯერჯერობით და მომწონს. მიზონის თვალის კრემი, როგორც გითხარით, ეს თვალის კრემი იმდენად ეფექტური არ აღმოჩნდა ჩემთვის, ამიტომ ისევ ეს ადრე გამომიყენებია და ისევ ეს ვიყიდე და მომწონს. და დამატენიანებელი საშუალება, რომელიც სხვა, აი, ძალიან მსუყე და სქელი დამატენიანებელი კრემების განსხვავებით არის თხელი, უფრო წყლისებრი, აი როგორც ნაჭრის ნიღბები რომ არის, რასაც შეიცავს ისეთი თხელი და გრილი კონსისტენცია აქვს და ასე მგონია, რომ უფრო ღრმად შეიწავება კანში და უფრო ეფექტურია. ჩემ შემთხვევაში დაკვირვების შედეგად რაც გამოვიყენე ეს ერთი კვირა, მართლა ძალიან ეფექტურია ჩემთვის. ვიმეორებ, რომ მე მაქვს კომბინირებული კანი და ზედმეტადაც ხიმიანი პროდუქტებით დიდად არ მიხდება განსაკუთრებით ტეზონაზე და აი ეს პროდუქტი ძალიან მომწონს და კიდევ აღნიშნავ, შეიძლება იფიქროთ აი სულ მიზონები, აი აქ კიდევ მიზონის ხელის და ფეხის დამატენიანებელი კოლაგენით და ეს და ქუშონი მიზონის არის ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზი შეფუთვა აქვს. სხვათა შორის კანზეც რომ გამოვიყენე, სიმართლეს ვიტყვით, ყველა ხომ გიждდება მისშას იმ ბიბი კრემზე. გაჩვენოთ ახლა. მაქვს. ყველა გიждდება რაღაცომაც ამ ბიბი კრემზე, რაღაც გაუცალად დაფარვა აქვს, ის რაღაც კარგად ჩდება კანზე, თუმცა ჩემ შემთხვევაში ეგრე არ აღმოჩნდა, არ არის სუდი, მაგრამ ვაუ ეფექტი არ ჰქონია ჩემთვის. ადრე მქონდა მიზონის აი ეს ბიბი კრემი, რომელიც ბიბითუს ისე არ მახსოვს, რომელიც ბევრად უკეთესი დაფარვა ჰქონდა და ბევრად კარგად ჩდებოდა ჩემს კანზე პირადად. და რაღაცომღაც მას შემდგომ აპთეკებში ვეღარ ვნახე ეს მიზონის ეს კრემი. მიზონის კუშონი, რომელიც გამოყენებული მაქვს, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომეწონა. მოყვება თავის ესეთ საყვარელი სპონჟი. ძალიან ლამაზი შეფუთვა აქვს. მინდა გაჩვენოთ. პეტერე სარკე. მინდა გაჩვენოთ აი როგორი დაფარვა აქვს. შეხედეთ? არ ვიცი კარგად ჩანს თუ არა ახლა აქ. არ ვიცი როგორ ჩანს, მაგრამ აი ძალიან კარგი დაფარვა აქვს და არ არის ძალიან სქელი და მომეწონა. ამასაც გავუწევდი რეკომენდაციას იმ ფასის კატეგორიის პროდუქტებში, რა ფასიც არის ახლა ეს პროდუქტები, თორემ კარგი რაც არის და ძვირფასი რაც არის, ყველა ვიცით რაც ღირს. მოკლედ, ეს იყო ჩემი განხილვა ამ პროდუქტების. ამ ახალი პროდუქტების ზუსტ შეფასებას
გეტყვით, როდესაც ერთი თვე მაინც გავა, თუმცა აქედანვე გეუბნებთ, რომ ძალიან ბევრი მომეწონა, ძალიან ეფექტური ჩანს. ეს ჯერ არ ვიცი გითხრა ერთსებამედის და იმ ძველი პროდუქტებიდან როგორც გახსოვთ, აი ეს არის ჩემი ფავორიტი. ტონერი, გამონაყარს საწინააღმდეგო ტონერი, მართლა და არაკომედოგენური შემადგენლობა აქვს თანაც და მოკეთ მეგობრებო, თუ რამის დაგეხმარებათ ეს განხილვა ძალიან გამიხარდება. თუ რამე კითხვები გიქნებათ და მე მექნება მათზე პასუხები, დააკომენტარეთ და გაგცევთ პასუხს. თუ ვიქნები კომპეტენტური. დამაგვიწყდა საჩუქრად მიღბები რომ განმომცეს. და ერთი უკვე გამოვიყენე თაფლის შემადგენლობით, ესეც მიშა, ესეც კორეული მიშა არის ამ შემთხვევაში. ფილტრი გამექცა. მიშა არის და თაფლის შემადგენლობით ნაჭრის ნიღაბი. აი ძალიან მომეწონა. მართლა ძალიან კარგად დაატენიანა კანი ექსფოლიაციის მე როგორ ვაკეთებ. შევდივარ დასაბანად და იმ ორთქლში ფორები რომ კარგად იხსნება და გახურებული რომ არის კანი, მე ვიტარებ სერიოზულ წმენდას კანისას და რა თქმა უნდა ამის შემდეგ კანი იქნება ძალიან გამომშრალი. და აი ამ ნიღაბმა მართლა ძალიან კარგად დაატენიანა. თან ამ კრემთან და ესენციასთან კომბინაციაში ძალიან კარგი იყო. წავედი ხმე ზაზუნა უნდა გამოვიყვანო ბაღიდან. ყველაზე საყვარელი მომენტი, როდესაც ამ ძველ ნივთებს რაც აღარ გჭირდება ნაგავში მოუსვრი. მინახავდი ამ ვიდეოს ჩასაწერად და ახლა როგორც იქნა ჩავწერე ეს ვიდეო და თამამად შემიძლია გადავაგდო ყუთები და გამოყენებული პროდუქცია. საკათი შეჩნევა. მე მაგალითად დიდ განახლების შეგრძნება მეუფლება, როდესაც რაღაცას ყრი ნაგავში. აქ რაზე ვსაუბრობდი არ მახსოვს, ისევ ხმის პრობლემა, მოკლედ დაგემშვიდობებით.